რაც შეეხება მიმდინარე საპროტესტო აქციას. ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ახლა მასალას, ეს არის პრეზიდენტის რეზიდენცია. თქვენ კადრებს ხედავთ, რომელსაც ჩვენ პირდაპირ რეჟიმში გაწვდით. ამ ინციდენტამდე აქტივისტების ნაწილი, როგორც ხედავთ, უკვე შევიდა პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე. მანამდე კი ჩვენ მოვისმინეთ პაატა ბურჭულაძის განცხადება თავისუფლების მოედანზე, მოწყობილი სცენიდან. სწორედ ასეთი იყო მისი მოწოდება, რომ უნდა გადასულიყვნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან და აიღოთ პრეზიდენტის რეზიდენცია. ახლა კი კადრებს ხედავთ თქვენ, სადაც მობილიზებული არიან ასევე პოლიციის თანამშრომლები და აქტივისტების გარკვეულმა ნაწილმა უკვე შეაღწია ეზოშიც. ეს არის კადრები, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაწვდით, სწორედ ასეთია ადგილზე ამ დროისთვის ვითარება. Kio, გამოუკან, Kio. მასკარა მაგა. Kio, მონაწილეები კვლავ ღობეზე გადაძრომას თქვენ თვალს ადევნებთ რა ხდება ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციასთან. დავინახეთ კადრებში უკვე ადგილზე იმყოფება პაატა ბურჭულაძეც, ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილი და აქტივისტები, რომლებმაც ჩვენ ასევე კადრებში ვიხილეთ თუ როგორ გადაანგრიეს რკინის